საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის პოლიტიკური გეგმები და წევრი პოლიტიკოსების შეხვედრა დიპლომატებთან. ელჩებმა ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის პოლიტიკური სტრატეგია დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე მოისმინეს, დაინტერესდნენ, რამდენად მზად არის თავად ოპოზიცია იმ რიგარეში არჩევნებისთვის, რომელსაც ითხოვს და რომლის შედეგის მიხედვითაც კოალიციური მთავრობის ფორმირებასაც აანონსებს. არსებულ გეგმას უარყოფითად აფასებს წინააღმდეგობის პლატფორმის მიღმა დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა, თუმცა ზურაბიშვილის სტრატეგიას სრულად იზიარებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დიპლომატებთან შეხვედრას ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი სტუდიაშია სტუმრად, ჩვენს შეკითხვებს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი უპასუხებს. თამარ, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, მადლობა ინტერესისთვის. თამარ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა, პლატფორმის წარმომადგენლების შეხვედრა ელჩებთან. ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა? საინტერესოა, რა საკითხები განიხილეთ და როგორი იყო პოზიცია და რა არგუმენტები დაარწმუნეთ თქვენი სტრატეგიის მართებულობაში და მიზნის მიღწევადობაში. დიდი მადლობა კითხვისთვის. სალომე ზურაბიშვილის ქარტია პლატფორმა იმ ფორმით, წინააღმდეგობის პლატფორმა, რა ფორმითაც დღეს არსებობს დაანონსდა 31 მარტს. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვეწეოდით მოსამზადებელ სამუშაოებს იმისთვის, რომ რაღაც ფორმა მიეღო და მიმართულება მიეღო პროცესს და თვის ბოლოს 30 აპრილს პირველი წარდგენითი შეხვედრა ჩვენი ინიციატივით გავმართეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან, სადაც წარუდგინეთ ზოგადად რატომ რა გვინდა ერთად რა ვაკეთებთ, რა არის ჩვენი ამოცანა. ეხლა საიდუმლო არავისთვის არ არის, ეს იმ თავიდან დაანონსდა, რომ ორმა მოთხოვნამ გაგვერთიანა, ეს არის პროტესტის ორი მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დღეს უნდა პასუხობდეს ქართული საზოგადოების და ქართული პროტესტის მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ამას გარდა ბუნებრივად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მთავარი რის გამოც ახალ არჩევნებს ითხოვენ არის ევროპულ გზაზე დაბრუნება, ხო? და სწრაფი პასუხები იმაზე, როგორ ბრუნდებით ევროპულ გზაზე, იმიტომ რომ ერთია რომ შენ პროტესტი გაქვს ქუჩაში, მეორეა რომ წნეხი მოდის დასავლეთიდან და ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმის სადამსჯელო ინსტრუმენტებს ქართული ბანკები აგდებენ უკვე და ვეღარ იმსახურებიან, ყულფი ვიწროვდება რეჟიმის გარშემო, მაგრამ თუ ქართულმა ხალხმა არ დაინახა ისეთი ალტერნატივა, რომელსაც ენდობა და რომელიც მას უკეთესი მომავლის რწმენას ჩაუსახავს, რთული იქნება ცვლილებების მიღწევა და სალომე ზურაბიშვილის ბატონო რამდენად ენდობა ხალხი ამ პლატფორმას? ანუ აი ესეც არის სამუშაო, ზუსტად ეს არის, რომ უნდა ენდოს, ხო? ანუ ეს არის ჩვენი გამოწვევა ნამდვილად, იმიტომ რომ ნდობა პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის კი არა, პოლიტიკურ სპექტრს შორისაც არის დაბლა დასული და სწორედ ამით გამოვარჩევ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას, რომ რაღაცნაირად გარღვია მოჯადოებული წრე ამ ჯიუტმა ქალმა, რომლის ინსტრუმენტალიზებაც ძალიან გაუჭირდათ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ხასიათი შველის ადამიანებს ხშირად რომ ის იოლად ვერ გამოიყენონ ხოლმე, თქვათ, საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის, მან უყურა პროცესს და გადაწყვიტა გარღვია რეალურად ის მოჯადოებული წრე, რაზეც ოპოზიციური სპექტრი წლებია დადის, რომ ისახავდა რაღაც არარეალისტურ ამოცანებს, რაღაც ერთიანი სის, იქ რაღაც ისეთი შეთანხმებები. დღეს დასახული ამოცანები რამდენად რეალისტურია, რომ ისეთ ახალ არჩევნებზე საუბრობთ? სრულიად რეალისტური იმ შემთხვევაში თუ ამ ამოცანების მიხედვით ვივლით და პოლიტიკური სპექტრიდან და იქ შემავალი პარტიებიდან არავის თქვათ იქ რაღაცა ეგო არ გაუსხამს, იმიტომ რომ ეს არის წმინდა სამუშაოზე ორიენტირებული პროცესი, საქმეზე ორიენტირებული პროცესი. ანუ აქ უბრალოდ ვერ იჩხუბებ ვერაფერზე, იმიტომ რომ საინტერესოა, კი ბატონო, ეგო ახსენეთ და საინტერესო არის თუნდაც იგივე შიდა კონკურენცია ერთგვარი და ზოგადად დამოკიდებულება აი ამ პარტიებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, ამაზე რომ მოგვიანებით მანამდე მაინტერესებს ამ ელჩებთან შეხვედრისას გაისმა შეკითხვა, რამდენად არის მზად ოპოზიციური სპექტრი იმისთვის, რომ ხვალ რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რა შედეგს დადებს, ან დადებს თუ არა განსხვავებულ შედეგს ოქტომბრის ოპოზიცია დღეს უკეთეს ფორმაშია, ეს პასუხი მიიღეს ელჩებმაც, ვიდრე აქამდე ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ აი ეს პლატფორმა წარმოადგენს ისეთ სივრცეს, სადაც რაზეც ვთანხმდებით იმ შეთანხმებებზე ვმუშაობთ ერთად და რეალურად გვეძლევა შანსი ჩვენ დავანახოთ მათ შორის სტატუს-კო ლოიალისტებს, ადამიანებს, რომლებსაც კოალიცია ან ქაოსი გონიათ
გონიათ ან ნაცობა გონიათ მაინდამაინც რომ ჩვენ უამრავი განსხვავების მიუხედავად ვართ მრავალპარტიული თქვათ ეს ერთგვარი კოალიცია რომელიცაც აქვს განსხვავებები ამ განსხვავებებზე კამპანიას ეწევა ჩვენ არ გაგვიჩერებია ჩვენი კამპანია მაგალითად ხო იგივე რავი მე საყოველთაო რეზერვი იქნება ეს თუ განათლების რეფორმა თუ ასე შემდეგ ჩვენ ამომრჩეველთან ამ ყველაფერზე კომუნიკაცია გვაქვს მაგრამ ხო ფაქტია რომ ჩვენი პარტია არ ეყოფა მხოლოდ იმას რომ ქვეყანა კრიზისიდან ამოიყვანოს ხო არა ვართ იმხელა პარტია და საჭიროა სხვა პარტიებთან თანამშრომლობა და აი შეხედეთ როგორ მდგომარე ერთი მხრივ ჩვენ ვემსახურებით იმ ამოცანებს რაც პროტესტს აქვს ამ ამოცანით ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზრუნვის ჯგუფი რომელიც ორ სეგმენტზე მუშაობს ერთი არის პროტესტის მონაწილეები როგორც პოლიტპატიმრები ისე უკანონოდ დაჯარიმებულები და დაკავებულები მეორე მიმართულება არის საჯარო მოხელეები ანუ რეალურად მათი ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ჯგუფი გაკეთდა სადაც გროვდება კონსოლიდირდება ინფორმაცია უფლებადამრღვევების შესახებ ამას გარდა იურიდიული დახმარება ეწევა ყველას რომელსაც ისეც ვაკეთებდით მაგრამ ეხლა ერთიანი ძალებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს ამას გარდა ვცდილობთ რომ დათხოვნილ და პოლიტიკური მიზნით დათხოვნილ პოლიტიკური საფუძვლით დათხოვნილ საჯარო მოხელეებს დასაქმებაში გაუწიოთ დახმარება ანუ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე იმისთვის რომ წინააღმდეგობა მიგრძნოს პროტესტმა იგრძნოს რომ პოლიტიკური სპექტრი მათზე ზრუნავს ეს ერთი მიმართულება მეორე ახალი არჩევნების მოსამზადებელი ჯგუფი გავაკეთეთ რომ ის შეცდომები რაც წინ არჩევნებზე იქნა დაშვებული რომ კომისიის წევრები და პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ისეთები რომლებიც რა ვიცი შეიძლება ითქვათ რომ არ დავწერ საჩივარს იმიტომ რომ მეზობლები ერთმანეთს არ უჩივით ხო იქ რაღაცა ქოცთან გარიგებული კომისიის წევრი ყავდა ხო ეხლა დავიწყოთ იმ ხალხის საკრუტებულობა იყო რომ გარიგებულები იყვნენ ანუ რასაკვირველია მე 20-20-ში ვნახე ეს ჩემი თვალით ჩვენი კომისიის წევრები მეუბნებოდნენ საჩივარს არ დავწერ იმიტომ რომ ჩემ მეზობელს ვერ უჩივლებო და მართალი იყო ის იმიტომ რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მათთან ურთიერთობა ანუ არჩევნების წინაყვანილი ხალხი იყო არაფერი საერთოდ ჩვენთან არ ქონდა და ამის გამოსწორებას ვთვლობ ზუსტად რომ ეხავე დავიწყოთ რეკრუტირება იმ ხალხის ვინც ახალ არჩევნებზე ოპოზიციის ხმები უნდა დაიცვას და გავკოორდინირდეთ ამ ყველაფერში ამას გარდა შევქმნით საერთაშორისო ჯგუფი რომელიც აკეთებს კომუნიკაციას დასავლეთთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ დასავლეთ წელში ქონდა ამოსული ოპოზიციის დაქსაქსულობა საგარეო ფრონტზე იმიტომ რომ საგარეო ფრონტზე თუ კი ყველა პროდასავლური ძალა ვიძახდით რომ ჩვენი გაგზა არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია მაშინ რატო ვერ ვახერხებდით საერთო მესიჯებზე იმას ხო ანუ გზა ხო იქ ერთი გქონდა ამის მოგვარებას ამიტომ ძალიან ბედნიერები იყვნენ ის ელჩები მაგ თვალსაზრისით რომ რაღაცნაირად შეიკრა ისეთი ერთობა რომელიც მათთან საგარეო პოლიტიკურ გზავნილებზე რაღაცნაირად შეჯერებულ გზავნილებს მიაწვდის და მოთხოვნებიც იქნება ასე თუ ისე შეჯერებული ამან გამოიწვია ძალიან ესა და ამის გარდა შეიქმნა შიდა საკომუნიკაციო ჯგუფი გაკეთდა უკვე ბრენდინგი პლატფორმის ჩაიშვება ძალიან მალე რომ ადამიანებმა მეტი გაიგონ ახლა მე ვლაპარაკობ და პლატფორმის წარმომადგენლები ლაპარაკობენ მაგრამ თვითონ ეს მედიუმი რომ საიდანაც აი პირდაპირ გაიგებს ადამიანი რა ხდება ჩვენს თავს და რას ვაკეთებთ იმ პლატფორმაში ეს განსხვავებული პოლიტიკური პარტიები რო ვარ ჩეკრებილები რომლებიც ერთმანეთში გადაზელვას არ ვაპირებთ მაგრამ საერთო ამოცანებზე ერთად ვიმუშავებთ სოციალური გვერდები პეიჯები ესე ყველაფერი შეიქმნება შექმნილია რეალურად და ამბობთ რომ ერთმანეთში მოგეწონებათ რეალურად ერთმანეთში გადაზელვას არ აპირებთ და გაქვთ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება და ეს არის ერთგვარი მომხიბვლელობა ამ პლატფორმის ამასაცხადებს მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ მაძალე ანუ რაზეც ვთანხმდები და იმაზე ჩავდებ ყველა მაგრამ რაზეც ვთანხმდები მაგალითად თუნდაც იგივე საუბარი იყო იმაზე რომ კომისიაში არ მოვიდა საგამოძიებო კომისიას გულისხმობ ამ შემთხვევაში არ მივიდოდა არავინ ნახეთ გახარია ხო რომელიც ხო მაგრამ მე გახარია რომ მივიდა ამ პრობლემებით შეუქმნა ხო სალომე ზურაბიშვილთან და თუ კი მანამდე რა პრობლემები შეუქმნა ანუ იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით პრობლემა რომ თუ კი ნდობა როდესაც აღსადგენია შეთანხმებები უნდა დავიცვათ ხო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომავალში თუ რაზეც შევთანხმდებით იმაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება შევძლოთ ხო უნდა გვენდოს ადამიანი ანუ მაგალითად როცა ვთანხმდებით რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ამარ არ არსებობს ერთიანი სტრატეგია ფაქტია და რატომ არ არსებობს გეტყვი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით როგორც ეს ერთიანი სტრატეგია არ არსებობს იმ თვალსაზრისით რომ მაგალითად ნაწილი ამბობს რომ არ მივიღებთ და დეკლარირებულ დადასტურებულად ამასაცხადებენ, მაგრამ ნაწილი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით თავს იკავებს კონკრეტულ პასუხს არ ლაპარაკობს თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს პლატფორმაში და ეს იყო ანუ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვთქვათ ნაცებს ვერ ხედავთ იმ პლატფორმაში იყო რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე წიხლებს იქნებდნენ და ჩვენი ფედერალისტების პოზიცია იყო შემდეგი და მე მგონი გაიზიარეს პლატფორმის წევრებმაც რომ საბოლოო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამას გადაწყვეტს არა წინასწარ დადებული პირობები ან შეთანხმებები არამედ ქართველი ხალხი
სახე და ის გარემოებები, რაც იქნება შექმნილი. ანუ ჯერჯერობით პლატფორმის წევრება, როგორც წესი, გაცხადებული და არიციან მიიღებენ თუ არა პლატფორმის არჩევნებში ახლოს ვართ ამ ყველაფერთან ჩვენ რეალურად. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ სინამდვილეში რეჟიმის ჩამოშლასთან. ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ ხედავთ რომ აი გუშინ გადადგა მაგალითად ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ხუბუა. კარგი რექტორი იყო იმ უნივერსიტეტის, სტუდენტებში პოპულარული იყო და წუხდნენ სხვათა შორის ქუთაისლები რომ ბიძინას იმანო რა ქვია უნივერსიტეტმა ხუბუას გამო ბევრი წესიერი ადამიანი წაგვართვაო. გადადგა ის კაცი. წავიდა ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ. რატო წავიდა? იმიტომ რომ არ მოუნდა პასუხისმგებლობის აღება იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ყობახიძე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით იღებს, იმიტომ რომ ამას მისთვის ზიანი მოაქვს. რეჟიმის ყველა სადამსჯელო ინსტრუმენტის ჰედი, ანუ ლიდერი საქართველოს ბანკებიდან არის გაგდებული. ანუ შიგნით რეალურად მარტო ჩვენისიდან. არა, ერთი წუთით რაც 37 რიგითი არის დასანქცირებული. უბრალოდ იმიტომ რომ პროტესტის მონაწილეების უფლებები დარვა. ყოველ დღე რეჟიმის თქვათ აი ამ რაღაცა წარმომადგენელთა რიგებიდან ყოველთვის ისმის ვიღაცის ჩივილი რომ არ უნდა პასუხისმგებლობის აღება იმაზე. ანუ რეალურად ეხა არის ნებისყოფის თამაში. პლატფორმა არის ძალიან კარგი გამოსავალი რომ ჩვენ საქმეზე ვიყოთ ფოკუსირებულები და ამ საქმის შედეგს რო ხედავ კმაყოფილმა გააგრძელო მუშაობა იმაზე რაც შედეგამდე მიგიყვანს და მე მგონია რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ახალ საპარლამენტო არჩევნებთან რეჟიმს მოუწევს მათ შორის იმიტომ რასაც ხედავთ როგორც დასავლეთთან იქ თქვენ კი გონიათ მაგრამ ამ ეტაპზე გაცხადებული პოზიცია მართველი გუნდის არის ის რომ ახალი არჩევნები არ იქნება. ჩაუშესკოს პოზიცია იცით რა იყო იქამდე ვიდრე მოუწია იმის გაკეთება რაც მოუწია? ანუ ვერავინ ვერ მიხვდებოდა რომ ის წასვლას აპირებს. ბერლინის კედელი რო დაინგრა ერთი თვით ადამიანი დაიღუპა. ნახეთ რა მაინტერესებს იმ შემთხვევაში თუ არ დაინიშნა არჩევნები, ახალი არჩევნები, როგორც აცხადებს მართველი გუნდი. ასეთ შემთხვევაში რა ხდება პლატფორმის ფარგლებში, რაზე ხართ შეთანხმებულები? მიიღებთ მონაწილეობას თუ ამ ეტაპზე არ გაქვთ კონკრეტული პასუხი? გენერალურ მდივანთან მქონდა ერთხელ ინტერვიუ და ჰიპოთეტურ პოლიტიკაშიო ერთი გაკვეთილი უნდა ისწავლო რომ ჰიპოთეტურ კითხვებს პასუხი არ გასცეო. ხო და ეს არის ჰიპოთეტური კითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი რა გარემოებები იქნება. კიდევ ერთხელ ჩვენ თუნდაც ის რომ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა ნაწილი პლატფორმის შემადგენელი პარტიებიდან რომ ცალსახად არ მიიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დღეს ეს პოზიცია შეცვლილია როგორც ჩანს. არ ვიცი, მათი პოზიცია თვითმმართველობის არჩევნები არ არის პლატფორმის შესათანხმებელი თემა საერთოდ. არ ვლაპარაკობთ ამაზე, ახალ არჩევნებზე ვმუშაობთ მეთქი და აქედან გამომდინარე პლატფორმის წევრებს შიგნით შემავალს რა პოზიცია აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე? არც კი ვიცი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ერთობის თემა. ეს არ არის თვითმმართველობის არჩევნები არ არის ის რაც გვაერთიანებს. ჩვენ გვაერთიანებს იმ ხალხის ამოცანები, რომელმაც კრიზისი შექმნა ქუჩაში და ამ ხალხს კრიზისის განსამუხტად გვიკვეთავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ პასუხობთ ამ ხალხის დაკვეთას. თუ ჩავთვლი რომ დამარცხდა ეს ხალხი და ვერ მივახცევთ ამ თვითმმართველობის არჩევნებს, პირველი ვიქნები, ვინც ავიღებ ამ სიმძიმეს და მივალ და ვეტყვი რომ ხალხო, აღარ გამოდის ახალი არჩევნები და მოდი ახლა თვითმმართველობის არჩევნებში უნდა შევიდე, მაგრამ ობიექტურად არ მგონია ეს ხალხო ეს რატო უნდა მეგონოს, როდესაც ხედავ რა ხდება რეჟიმის თავს და ხედავ ამასთან ოპოზიციის მხარეს რა ხდება, ხო? აი ამ რაღაცა ძველი აჩრდილებისგან, რომლებიც რეალურად რეჟიმის კარიკატურული მოდელზე იყო, ხო, აწყობილი, თავისუფლდება ოპოზიციური სპექტრი. სალომე ზურაბიშვილის პროცესი აი ამ ნარცისიზმისგან გათავისუფლების პროცესადაც ხედავ, იმიტომ რომ ამას გარდა ღიაა ეს პროცესი. ანუ სალომე ზურაბიშვილი არ კუმშავს პროცესს, რომ აი თავის გარშემო ან ასე შემდეგ. პროტესტის ამოცანების გარშემო აფართოებს. ის დღესაც ღიას სტოვებს ამ ერთობას. თუ ნაციონალური მოძრაობა აზრზე მოვა და გადააგდებს ამ ბელადომანიას და ფოკუსირდება საქმეზე ნაცვლად იმის ბელადის ახირებებისა, იმასაც შეიძლება შემოსვლა. ნებისმიერ ახალ პოლიტიკურ სოციალ ლევან საგნიკიძე გეკითხებათ კოალიციურ მთავრობაზე, როდესაც საუბრობთ რა არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. ახალ საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი, ვინ ატარებს ამ არჩევნებს, რა წესი ტარდება, როგორი ადმინისტრაცია, როგორი საარჩევნო გარემო, ამ შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ უკვე კოალიციურ მთავრობაზე. მადლობა ბატონო ლევან ამ კითხვისთვის. ჩვენ 24 წლის არჩევნებამდეც იმას ვიძახდით, რასაც ახლა ვიტყვი ახლა, რომ ჩვენ არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ. ანუ რეალურად, როდესაც ახალი არჩევნები ჩატარდება, ოპოზიცია იმ არჩევნებში გამარჯვებული უნდა იყოს. ანუ ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ რეჟიმი, რომ რეალურად ახალი არჩევნები ჩატარდეს ძალაუფლების გადმობარების პირობებში და ეს ყველაფერი შესაძლებელია, თუ ჩვენს მხარეს და ცვლილებების მხარეს და ცვლილებებს მხარს დაუჭერს ორჯერ იმაზე მეტი, ვიდრე რეჟიმს უჭერს და ჩვენ ახლოს ვართ ძალიან მაგ რიცხვთან, თუ ჩვენ შევძელით პირველ რიგში იმ რაღაცა რეალისტური და ნორმალური საფუძველზე აცხადებთ, რომ ახლოს ხართ
ხართ ამ რისკში? იმიტომ რომ ნანახი მაქვს კვლევები და განიცდიან ძალიან სტატუს-კვო ლოიალისტები ამ მდგომარეობას. ანუ რა კვლევებიც არსებობს, ბიჰევიორალისტული ცალკე, თქვა თვისებრივი ცალკე და ცალკე რაოდენობრივი, ჩანს რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ ქართული ოცნების პროდასავლურ ამომრჩეველში, ვისაც ევროპაში ინტეგრაცია უნდა, ძალიან მძიმე განწყობები გამოიწვია და ისინი უყურებენ ახლა და აძლევენ კრედიტს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან მოაგვაროს ეს კრიზისი. ანუ ნებისმიერ ბიძინა ივანიშვილს სასიცოცხლოდ ჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება. მაკა, აი შეხედე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი, შენ ხო გახსოვს ნინო ბურჯანაძე არსებობს. კიდე ნოღაიდელი იყო, რომელმაც აი რუსეთთან დალაგებით, რუსეთთან, აი რუსეთუმეობით სცადა პოლიტიკური კაპიტალის აკრეფა. გაჭრილად რუსი თუ ხარ ამ ქვეყანაში. ხმას არც შენი, არც კოცი ამომრჩეველი არ მოგცემს. აი რაც დაემართა ბურჯანაძეს, ის დაემართება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს სასიცოცხლოდ ჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება. იმისთვის, რომ თავისი საყრდენი შეინარჩუნოს. ამიტომ დაარბენინებდნენ ესე დამამცირებლად ყაველაშვილს იქ ტრამპის უკან და ამიტომ მიზნებდნენ იქ იმას ტრამპის ხელს, იმას რა ქვია, ყაველაშვილის გაბადრულ სახეს, რომ რაღაცნაირად ეჩვენებინათ, რომ არსებობს პოტენციალი დასავლეთთან დალაგების. სინამდვილეში ძალიან დაზიანდა ივანიშვილი, ემეთ რა ქვია, დასავლეთისგან სრული იზოლაციით და ეს გრძელდება, ხო, ამას ის ვერ აგვარებს და რაც გაუშვეს დავითაშვილი დასალაგებლად და პასუხად მიიღო ის, რომ ძალიან კარგად იცი, რაც უნდა გააკეთო, თუ ჩემთან დალაგება გინდაო. ანუ რეალურად ახალი არჩევნების გარდა ბიძინა ივანიშვილს კრიზისის დაძლევის სხვა გზა არ აქვს. ერთადერთი რაც მას უშველის, სიმართლე გითხრა, შანსი აქვს უпростоრად რომ უშველოს, იმიტომ რომ არა ვარ დარწმუნებული ოპოზიციამ კაპიტულაცია რომც გამოაცხადოს, რომ ხალხი იზამს იგივეს, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხი ოპოზიციის ჭკუაზე არ დარბის, ხო, პირიქით ეხა მოუწია უკვე ოპოზიციას ხალხის ჭკუაზე სირბილი და ამიტომ მომწონს სალომე ზურაბიშვილის პროცესი, ხო? რომ რეალურად ჩვენ მივიღებთ იმ ვითარებას, როდესაც მოუწევს ივანიშვილს არჩევნების დარინიშნა და მანამდე გვექნებით გამარჯვებულები ამ არჩევნებში. ამ არჩევნებში სირბილი მოუწევს ოპოზიციას. ანუ საზოგადოებამ ხალხმა იქ შეკრებილ რუსთაველზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა უნდა აიძულოს ოპოზიცია, რომ მიიღოს და გარკვეულ საკითხებთან მიმართებაშიც მაინც გამოიჩინოს ერთიანობა. აქამდე ყველაფერს ხალხი აიძულებდა. ნახეთ, აი იგივე კიდევ უნდა გავიმეოროთ თვითმმართველობის არჩევნები, რომელზეც მაგალითად გვარამია და კოალიცია ისინი ამბობენ ცალსახად რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. მეორეს მხრივ შეთანხმებულები იყავით რომ კომისიაზე არ მივიდოდა არავინ, მაგრამ გავიხედეთ და იქით კახარია მივიდა კომისიაზე და ჩვეულებრივ, ხო, ანუ ერთობა როგორც ასეთი რაღაცა საბაზისო საკითხებთან მიმართებაში კი არ არსებობს. საკითხებთან მიმართებაში ერთობა არსებობს. ეს ერთგვარად ნიჰილიზმს არა საბაზისო საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ახალი არჩევნები, ერთობა არსებობს პლატფორმაზე ინფორმით, რაფორმითაც ჩვენ ვართ და რა შემადგენლობაც ელჩებს შევხვდით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და იმაზე, რომ უნდა ვიმუშაოთ. რასაკვირველია, ამას გარდა ქარტიაზე არსებობს ერთობა და გაცილებით უფრო ფართო, იმიტომ რომ ერთია შენ რო თავაზობ ამომრჩეველს იმას, რომ რეჟიმი შეიცვლება, მაგრამ მე რა მოხდება იმ რეჟიმის მერე, ხო? იმიტომ რომ დაკვეთა არის ის, რომ ევროპაში დაბრუნდე და ყველა ის მოთხოვნა, რაც ევროკავშირს აქვს, რომ დიალოგის რეჟიმზე გადაგვიყვანოს, გათვალისწინებულია პრეზიდენტის ქარტიაში, რომელზეც ასევე შეთანხმება გვაქვს. მაგალითად, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, პლატფორმაზე სრული შეთანხმება გვაქვს, რომ ყველა უკან დაჯარიმებულს ჯარიმები უკან დაუბრუნდება, ყველა პოლიტიკური პოზიციის გამო გათავისუფლებული საჯარო მოხელე თავის საჯარო სამსახურს დაუბრუნდება. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. მაგალითად, შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ შეიცვლება თუ არა რეჟიმი, ნაფიცი მსაჯულები გაფართოვდება და ყველა ის ადამიანი, რომელსაც შურის ძიების შიში აქვს, ხო? ანუ რეჟიმის პირობებში რაღაც დანაშაული ჩაიდინა და ასე შემდეგ. სისტემის მოსამართლეების მიერ კი არა, ნაფიცი მსაჯულებით თამარ, ნახეთ რა მაინტერესებს. ანუ ბევრი შეთანხმებას ვახთ. როდესაც კოალიციურ მთავრობაზე არის საუბარი, კოალიციური მთავრობის პირობებში დამოუკიდებლად ცალ-ცალკე მოქმედების ფუფუნება როგორც ასეთი აქტიურად არ არსებობს, ხომ? ანუ კონკრეტული შეთანხმებების დაცვა უნდა მოხდეს. კოალიციური მთავრობის პირობებში მაშინ როგორ განიხილავთ, ეს არის საინტერესო, როდესაც აი იმ საბაზისო საკითხებთან დაკავშირებით მაინც იქით მივდივარ. საბაზისო საკითხების თქვათ ასრულება, შესრულება და იმ პირობების ბოლომდე გატანა არ ხდება. ეს როდესაც ეგო არის, როდესაც შიდა კონკურენცია არის, როგორ წარმოგიდგენიათ აი ეს პროცესი? ძალიან მარტივად წარმომიდგენი. არსებობს საკითხები, რაზეც თანხმდებით, ეს არის ნაფიცი მსაჯულების გაფართოება, სუსის დეკონცენტრაცია, იმ კანონების გაუქმება, რაც ოცნებამ აი ამ რაღაცა იმის დროს, რა ქვია, ისტერიის დროს მიიღო, ხო? ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ მედიას ზღუდავს. საარჩევნო კოდექსის შეცვლა, ისე რომ ფორმირება როგორ წარმოგიდგენიათ? ჩვენი ხმებით. ანუ მე ცალკე გავალ არჩევნებში, ფედერალისტები ყველა ვარიანტში ცალკე გავალთ არჩევნებში, შევეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა ავიღო და ჩემი წონით მე იქ დანარჩენზე ვივაჭრო უკვე, რომ რაზეც შეთანხმებულები ვართ, ის ხო გავა და კიდე რა ვიცი მე ჩვენი ხმები თუ დაჭირდებათ იმისთვის, რომ მთავრობა
შეიკრას, იქ გავიყვანოს საშუალო განათლების რეფორმა, როგორც მინდა, უნივერსიტეტების რეფორმა, გამოცდების რეფორმა, საყოველთაო სავალდებულო რეზერვის რეფორმა, ანუ უამრავი თემა მაქვს, რომელიც გასატანი მაქვს და მაგას ვივაჭრებ უკვე იმ წონით, რასაც თავისუფალ არჩევნებში ავკრებ. მაგრამ ეხლა ის მინიმუმი, საბაზისო მინიმუმი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის გზას დაუბრუნდეთ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეთ, აი ეს შეთანხმებული მაქვს უკვე პარტნიორებთან. და ეს შევათანხმეთ პრეზიდენტის ქარტიის ფარგლებში, ანუ თემები არსებობს, რაზეც ეხლავე ვთანხმდებით ოპოზიცია, რომ გავიმარჯვებთ. ეს ესე მოხდება, მაგრამ არის თემები, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მენდობა მე ქართველი ამორჩეველი და რამდენად მომანიჭებს წონას, რომ ის დანარჩენი საკითხები, რაც დარჩენილია და რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, გავიტანო. ეხლა კოალიციურ მთავრობა იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ვერავის ვერ გააქვს ისე როგორც უნდა, ხო? და კომპრომისებია საჭირო და სალომეს ფორმატი მაგითაც არის კიდევ კარგი პრეზიდენტის კომპრომისებზე საუბრობთ, კი ბატონო, და კომპრომისები არის ცხადია საჭირო. აი ამის რესურსი რამდენად არსებობს იმ სიტუაციაში და ყველაფერი არის დამოკიდებული პროცესი. თუ სამუშაო პროცესი კარგად წავა და ყველამ თავი კარგად დაინახა, მე მგონი რომ კომპრომისებიც გაადვილდება. ჩვენ ხო ნდობის სრულ დეფიციტში ვართ ახლა მაკა რეალურად და არავის არენდობა და ქუცმაცებულია ყველაფერი და ეს არის ნდობის შენების პროცესი ერთგვარი. ეს იგრძნობა და ჩანს კარგი რა არის, აი რომ შეხედავ, აი სამუშაო ჯგუფები ახლა რაც გაკეთდა 4 სამუშაო ჯგუფია გაკეთებული და ყველა პარტიის წარმომადგენელი მუშაობს შიგნით. და ის კი არ არის რომ მარტო ლიდერები ველაპარაკებით ერთმანეთს. პარტიის სხვა წარმომადგენლებიც ერთად მუშაობენ. ანუ აი ამ ტრადიციას ნერგავენ, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთო თემებზე ერთდროულად ვიმუშაოთ. მაგალითად, პირველი წერილი წერტობლივი რომ წავიდა სამუშაო ჯგუფმა იმუშავა ამაზე საერთაშორისო და ჩვენი მოთხოვნები რაც არის საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, ხო? ეს შეთანხმებულად წავიდა და შეთანხმებული მივიდა იქ და ამაზე ის კი არ არის რომ ჩვენ ვიჯექით და წერეთ და ვათანხმეთ ერთმანეთში. ჩაშვებულია უკვე და ამ ყველაფერს სამუშაო ჯგუფები აკეთებენ, სადაც პარტიის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე და მეათე პირები არიან და ძალიან კარგად მუშაობენ. როდესაც ამბობთ რომ იგივე ნდობის დეფიციტი არსებობს, ხომ ეს ცხადია რომ გამოსასწორებელი არის, ბუნებრივია, თუ კი გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავთ თანამშრომლობას ერთმანეთთან. როგორ გესახებათ აი ამ პრობლემის აღკვეთას? სამუშაო პროცესით რომ მოეწონებათ საკუთარი თავები სამუშაო პროცესში, მე უფრო იოლი იქნება ის რომ შეთანხმებები გაქვთ იმის იმედი რომ შესაძლებელი არის ის რომ შეთანხმებები დაიცვან. იმას რა ქვია, თავს ვერავიზე ვერ დავდებ, ეხლა რა ცხოვრებაც მე გამოვიარე, თავი როგორ შეიძლება დავდო, ეხლა ჩემი მეჯვარე იყო, რომელიც მეუნებოდა რომ ლუკაშენკო ხარ და პოლიტიკიდან წადი ფული აიღეო ეხლა და წადი პოლიტიკიდანო, ხო? როგორ უნდა დავდო თავი უცხო ადამიანებზე, მაგრამ მე მჯერა ქვემოდან ზემოთ პროცესის. ეს პროცესი არის ქვემოდან ზემოთ ნაკარნახევი, ანუ პროტესტის მოთხოვნებზე დგას, ხალხის ინტერესებზე დგას და ამაზე დაშენებული პროცესის მჯერა აქედან გაქცევა რთული იქნება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას დარწმუნებული ხართ რომ რთული იქნება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. რთული იქნება დარტყმა და დაზიანება პროცესის, იმდენად კარგი პროცესი შეიძლება შეიქმნას, იმიტომ რომ უბრალოდ შენ თვითონ დაზიანდე ამ პროცესს თუ დაარტყავ. ასე ხედავენ, ამ რაკურსით ხედავენ, სხვა დანარჩენებიც ეს არის საინტერესო. იცი რა არის, მე რაღაცებს უკეთესად ხედავ ხოლმე, ვიდრე სხვები, იმიტომ რომ ამიწყვია რაღაც ორგანიზაციები, ვიცი როგორ ხდება, ვიცი თუ სასარგებლო პროცესი იქნება და კონსტრუქციული პროცესი იქნება, იქ თავს როგორიოლად პოულობენ აქტორები, ისიც ვიცი რომ სწორი სისტემით თუ მოშავებ, ადამიანების ქცევა იცვლება. და აი ამ სწორ სისტემის იმედი მაქვს, ზუსტად სწორი სისტემა დააფუძნა სალომე ზურაბიშვილმა იქ, სწორია რომ გაფართოებაზე ორიენტირებული პროცესია და არა შეკუმშვაზე. აი შეხედე მაკა როგორი არასწორი რაღაც ხდებოდა, ხო? ჩვენ წინა პარტიაში როცა ვიყავით გაფართოებადი ძალა, ანუ შენს გაგონილი გექნება და უეჭველი შენ გარშემო რომ წინა პარტია იზრდებოდა და ესენი ბოკერია ჩერგოლეშვილი რაღაცა კარგად მზარდი ძალა იყო. და იმდენად ავადმყოფურად მიდიოდა წინა საარჩევნო პროცესი 24 წლის არჩევნებისთვის, რომ გაფართოებადმა ძალამ პროცესში ადგილი ვეღარ იპოვა და გაიწია. ჩვენ ხო არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. რანაირად შეიძლება გაფართოებად ძალას, რომ პროცესი საკუთარი წიაღიდან აქცევს, ის იყოს წარმატებული, ის ვერ იქნებოდა წარმატებული პროცესი. ყველა შემთხვევაში შენ უნდა შექმნა ინჟინრულად ასეა ისეთი პროცესი, თუ გინდა რომ ბიზნესს მოუგო და რეჟიმს მოუგო, რომ ფართოვდებოდეს მუდამ. სულ ფართოვდებოდეს და სალომე ზურაბიშვილი მაგას აცნობიერებს ძალიან კარგად და ეხაც არ კეტავს კარს. არა ვინც აბრაზებს იმას კარს კი ბატონო და ამბობს რომ ნაციონალური მოძრაობა რომელიც თავის მხრივ ერთგვარად ნაწყენი არის სალომე ზურაბიშვილი. სოციალ-დემოკრატების ყალიბდებიან ეხლა, ხო? ანუ რაღაცა ახალი მოძრაობა იქმნება. ამას გარდა რაღაც სხვა პარტიები. ხო, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას ყავს ელექტორატის ის რაოდენობა, რომელიც არ არის ეს მოძრაობა არის თბილისში მეხუთე ადგილზე გასული პარტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რეგიონებს, ხო? ანუ ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად ჭირდება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა, ერთი არჩევნები არიან დარჩენილი, ანუ რეგიონებში უფრო გვიან მიდის. ანუ თუ კი გამარჯვება იწყება იმის გამო, რომ ნახევრად აგრარული ქვეყანა ვართ, იწყება ურბანული ცენტრებიდან და
თუ კი დაცემა იწყება ყველაზე გვიან აღწევს რეგიონებში. ანუ ერთი გარეთ სხვა არიან დარჩენილები რეალურად და აქედან გამომდინარე არ ვიცი არ არის თქვენთვის საინტერესო მათთან კოორდინაცია. იცით რა არის? ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც სწორ სისტემაში თავს იპოვიან. ეხლა თიკა ბოკუჩავას შეუძლია იყოს გამოსადეგი აი ამ პროცესისთვის. მაგრამ არა იმ თავისი ბელადით, რომელიც ყველაფერს აზიანებს, თუც ყურადღების ცენტრში თვითონ არ არის და რაც 31 მარტს გააკეთეს, ეხლა მისი უშუალო დაკვეთით მისმა აქტივისტებმა, რომ 50 პოლიტპატიმარი ყავს და მის სურათებს ტენიდნენ უკრიდან, ხო, ეხლა ესეთი უზრდელობები, ხო? ამას ჩვენ ვერ შევეგუებით იქ და აქედან გამომდინარე, ანუ არჩევანი უნდა გააკეთოს ყველამ. უნდა ცივილიზებულ პოლიტიკაში და ცივილიზებულ პროცესში ყოფნა, თუ უნდა თავისი ბელადის ახირებებზე ირბინოს. კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილის დადებითი მხარე ის არის, რომ ის ღია სტოვებს პროცესს, ის არ არის თავისი პოლიტიკური. თქვენი პოზიცია ესეთია, რასაც გისმენთ, რომ ან ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციის მომხრე ერთგვარად ხართ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გარეშე? არა, მე ვარ იმ წესებით იმ თამაშის წესებით, რაც სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა. იმ თამაშის წესებით თუ ითამაშებს ნაციონალური მოძრაობა, მიშა სააკაშვილი თავისით გაქრება. იმიტომ რომ მიშა სააკაშვილი მარტო იმ წესებით არსებობს, რა წესებით თვითონ აქვს დამკვიდრებული. ამიტომ ურტყავს პროცესს. ამის მზაობას ხედავთ ნაციონალურ მოძრაობაში, იყო ვთქვათ რაღაცა კულარული საუბრები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ არ არის, რაც უნდათ ის უქნიათ. იმიტომ რომ პროცესი არის ეს. გზა რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს არის ის გზა რომელსაც დღეს გთავაზობს სალომე ზურაბიშვილი სადაც თვითონ იღებს მედიატორის როლს რეალურად რომ შექმნა სივრცე აი ამ გაგანია პოლიტიკური ლიდერშიპის კრიზისის დროს რომ ჩვენ პოლიტიკურმა ლიდერებმა შევძლოთ ისეთი თანამშრომლობა რომელიც მოიმსახურება ხალხის ინტერესებს და აღადგენს ნდობას ხალხთან ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა ამას გარდა ამ სტატუს კო ფაქტია თამა რომ ვერ შექმნა იმის გათვალისწინებთ ქარტია გვახსოვს სხვადასხვა პლატფორმები გვახსოვს ერთობაზე იყო საუბარი ძალიან ბევრ რამეზე იყო საუბარი მაგრამ ტექნიკურ მთავრობაზეც იყო საუბარი უფრო ძლიერები იყვნენ მისი კონკურენტები ოპოზიციაში და ამიტომ ვერ შეძლო თელავდნენ ისინი და ახლა ისინი გაპარტახებულები არიან და სალომე ზურაბიშვილი გაცილებით უფრო ძლიერად გამოიყურება. ახლა არ არიან ოპოზიციის ეს წარმომადგენლები ოპოზიციაში. ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობა სად არის, ხო? ანუ ამ არჩევნებზეც გამოჩნდა და ახლა მეხუთე ადგილზე ამ არჩევნების შემდეგ გავიდა, ხო? ისედაც ხო ნახეთ პოლიტიკური ლიდერშიპის კრიზისი რეალურად დღეს რაც ქუჩაში ხდება. ის ხო ოპოზიციას არ შეუქმნია, ის შექმნა ბიძინა ივანიშვილმა 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით. თორე ოპოზიცია მანამდეში, როდესაც ამას ამბობთ, თამარ იგივე ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს, აი მელჩების შეკითხვას უბრუნდები. ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს, ოქტომბრისგან განსხვავებული შედეგის დადების იმედი. რასაკვირველია, იმიტომ რომ სიცხადე არის მეტი, ანუ ვერ შეძლებს ბიძინა ივანიშვილი იმას რა ქვია სტრატეგიული ბუნდოვანების მოპოვებას, ანუ სრულიად იზოლირებულია დასავლეთიდან, მაშინ კანდიდატის სტატუსი აიღო და ეგ დაეხმარა ავანსად მიცემული კანდიდატის სტატუსი, ამიტომ არის ზუსტად რომ არ უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი რუსებისთვის. იმიტომ რომ შეიტყაპუნეს თვითონ და არჩევნები ადვილად გააბრიყვეს საკუთარივე ამორჩეველი, რომ ესენი ღირსებით მიდიან ევროპისკენ და მაინც ითრევს ბიძინა რაც უნდაო და ასე ჩაიგდეს ხელში ქვეყანა და რეალურად მერე გადააგდეს ის თავისი ამორჩეველიც, ხო? დღეს ამისი ფუფუნება ნაკლები აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ სტრატეგიული ბუნდოვანებით გააბრიყოს თავისი ამორჩეველი, ანუ გაცილებით უფრო შიშველია. ამის გარდა არსებობს უპრეცედენტო წინააღმდეგობა ქუჩაში და არსებობს უპრეცედენტო წნეხი რეჟიმი. დასეუბნებით იმ ხალხს, რომელიც რუსთაველზე დგას. რომ მივაღწევთ ახალ არჩევნებს თუ ნებისყოფა გვეყოფა. არგუმენტები როგორი არის რის საფუძველზე? იმიტომ რომ რეჟიმი ბევრად სუსტია ვიდრე იყო. რეჟიმი შეკუმშვად რეჟიმშია და ჩვენ გაფართოებად რეჟიმში ვართ. ნახეთ რატომ გაკითხებ ის რატომ უნდა ირწმუნოს საზოგადოების აი ამ ნაწილმა რადგან ისინი ხედავენ მაგალითად დაპირისპირებას იგივე ოპოზიციაში იგივე იმას უბრუნდებით რომ შეთანხმებული საკითხების ვერ გატანას არ მიტანას ბოლომდე სიტყვილი რომ ამორჩეველს ის უნდა რომ ჩვენ ერთ ხმაში ვლაპარაკობდეთ ამორჩეველი არის ჭრელი ერთობა არ უნდა თქვა აი ამ აქციის მონაწილეებს რომ დაინახოს ოპოზიციის ერთობა ამორჩეველს უნდა დაინახოს რომ პოლიტიკური პარტიებს აქვთ თავიანთი შინაარსი ფიქრობენ მათზე, მათთვის საინტერესოს თავაზობენ და ამავდროულად ახერხებენ, რომ რაც საერთო ეროვნული მიზნებია, იმაზე კოორდინირდნენ და ერთად იმოქმედონ. საერთო ეროვნული მიზანი არის, რომ ჩვენ შევდგეთ უსაფრთხო საზოგადოებად, ხო?
ეს ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხო საზოგადოება. უსაფრთხო საზოგადოება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უსაფრთხოების სტრუქტურები ისეთი, რომელიც რეჟიმის უსაფრთხოებას კი არა, ხალხის უსაფრთხოებას, ანუ სუსის დეკონცენტრაცია უნდა მოხდეს და წავიდეთ ევროატლანტიკური ალიანსისკენ და შესაბამისად გვქონდეს უსაფრთხოება საერთაშორისოც. ხო, ეს ამაზე ვთანხმდებით. ჩვენ უნდა შევდგეთ სამართლიან საზოგადოებად, ხო? სამართლიან საზოგადოებად ვერ შევდგებით თუ სისტემის მოსამართლეობა ასამართლეს სულ ეს ხალხი. ამიტომ ვაფართოვებთ ნაფიც მსაჯულებს. ჩვენ უნდა შევდგეთ ისეთ საზოგადოებად, სადაც სამოქალაქო თქვათ, აქტორებს თავისუფლება აქვთ, თავისუფალი მედია არსებობს და ასე შემდეგ. უნდა გაუქმდეს ყველა ის დრაკონული კანონი, რაც ამ ყველაფერზე ვთანხმდებით და ამას ძალიან მალე დაინახავენ. ძალიან მალე დაინახავს ის ხალხი, რომ შესაძლებელია მუშაობა. კიდევ ერთხელ ახლა მე ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ. უბრალოდ ეს ოპტიმიზმიც არასოდეს არ მქონია აი პროცესთან, პოლიტიკურ პროცესთან მიმართებით, რაც ახლა მაქვს და ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განწყობა ისეთი მაქვს, რომ უნდა ავამუშაოთ ალტერნატივა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ პროცესი საითმის პროცესი. მაშინ ვერ ანუ პოლიტიკური ალტერნატივა თუ არ არსებობს. ის ბრაზი ცვლილებებად ვერ გარდაიქმნება, რაც არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ შენც კარგად იცი, რომ იმ რეჟიმის ლოიალისტებშიც არსებობს ბრაზი, რომ აი ამ დღეს ჩაყარა და ამდენს ანერვიულებს ბიძინა ივანიშვილი. ანუ რეალურად რა გააკეთა ვერ იგებენ საერთოდ და რისთვის არია ყველაფერი ვერ იგებენ და რატო გაუხადა ესე სახვეწარი საქმე, რომ რაღაცა ხელი ჩამოართვან დასავლეთში. ვერ იგებენ და ვერც ალაგებს, ხო, რასაც დაპირდა, რომ ტრამპი მოვა დავალაგებთ. ეხლა პირდება, რომ ტრამპი deep states ვერ ამარცხებს და იმიტომ ვერ ალაგებს, ხო? ბრიყვებად თვლივს უკვე ამორჩეულს და ხვდება ეს ხალხიც დაბალ ინფორმირებული ქოციც, პროდასავლელი ქოციც კი ხვდება, რომ რაღაცა ატყუებენ რა. მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ფედერალისტების ლიდერი.